გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ეპიზოდი მიეძღვნება დესერტს, რომელიც თუ ქართველი ხარ, ყველა ვარიანტში გასინჯული გაქვს. რა მოგიხსნიათ რატო ქვია ამ დესერტს ჩინური ტორტი? და დღეს მე და საბა გავაკეთებთ ერთად ჩინურ ტორტს, რომელიც არის მოხარშული კრემით. ასევე არის მარწყვი და ბანანი, რადგან მარწყვი სეზონია. და ასევე გავაკეთებთ ბისკვიტს, რომელიც უნდა გავაკეთოთ შიგნით ამ ჩინურ ტორტს, ხო? კი ბატონო. შეგიძლიათ რომ ასე გეწოდებული პიჩინით გააკეთოთ, მაგრამ სუფისკოზი სუფისკოზია თუ თვითონ არ მოზილა პეჩენის ცომი. არ დაასვენა მე სამისა. ძალიან ბევრი ვეძიეთ რატო ქვია ჩინური ტორტი და ეხლა მოდი ვიბრძოლოთ რატო ქვია ჩინური ტორტი და ამასობაში დავიწყოთ კეთება რაღაცებს. კი ბატონო, ჩინური ტორტი ჩემი აზრით იმიტომ ქვია, რომ ძველად როდესაც ჩინური ხელოვნება ვითარდებოდა, იქ ამ ფერწერულ ტილოებზე ხშირად გვხვდებოდა ჭარბობდა ეს ლეიერებად გაკეთებული, ფენებად გაკეთებული ნახატები და ეს ჩასველებული ბისკვიტიც ძალიან გავს ფერებითაც და ტექსტურითაც აი ამ ჩინურ რელიქვიებს. cut the bullshit ეხლა და ჩემი აზრით ჩინური ტორტი იმიტომ ქვია, რომ ან ტორტის აწყობას მოგეჭირდება ძალიან ბევრი ტვინის ჭამა რა. კი ბატონო. და ეს არის ესეთი რა, გაადვილებული ვარიანტია და პატენტი ტორტია და ალბათ ქართველების მოკლე ჭკუით დების ხმელების და ყადაღებულია და ალბათ მაგიტო დაერქვა ჩინური ტორტი, რომ ძალიან სწრაფი და უხარისხო ტორტის ვარიანტია. და შენ ჩინური რაღაცები ყოველფერი უხარისხოა. ჩვენთან როცა ეს ტენდენცია ფეხი მოიკიდა, მაშინ ჩინური ყველაფერი ცუდი იყო. ჩინური ტელევიზორი და ყველაფერს ცუდს ეძახდნენ ჩინურს. ადრე იყო დაჟე ჩინური მაღაზიები თუ გახსოვთ და რო შედიოდი ყველაფერი იყიდებოდა. აი ჩუსტებიდან დაწყებული ბურთით გაგრძელებული და თუთიყუშით დამთავრებული. სადაც რო შედიოდი იდგა რეზინის სუნი, აი შლოპანცის სუნი და იყიდებოდა ყველაფერი რა, ანუ ლარიანები იყო, ოღონდ ანუ ჩინეთიდან დატრანსპორტირებული პროდუქციით რა. 1000 წვილმანი იგივე თუ 1000 წვილმანი, ოღონდ ერქვა ეს ჩინელები. აი, სანამ ჩვენ ჭორაობაში გავერთეთ, მარწყვის მასაც დაიჭრა. მარწყობის შუაზე გავჭერეთ ყველა, ეხლა ჩავაბრუნოთ ესე უკან და ეხლა ამასობაში ჩვენ შეგვიძლია რომ შენ შეგვიძლია დაიწყო კრემის გაკეთება, გინდა? კი. გავაკეთებიდან საბას კრემი და ვნახოთ რამდენად კარგად გააკეთებს მარტო ჩემი დიქტატით. დღეს როგორც შეატყობდით, არ გვაქვს წამზომი, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებული დღეა და დღეს დრო არ წიგწიგებს. სუფისკოვის სამზარეულოში შეგვიძლია დრო დააპაუზოთ, მაშინ როცა ცომი ამოსაყვანი რაღაცა არის გასაფუებელი, შეუძლია დრო დააპაუზოს ან აასწრაფოს. ან არ დააპაუზოს. ამიტომ დღეს დრო არ წიგწიგებს. შენ უნდა აიღო 4 ქსალი კვერცხის გული. კვერცხის გულის გამოცალკევება სუფისკოვის მაყურებელმა ძალიან კარგად. აკეთე. პირიქით. ძალიან კარგად უნდა იცოდეს წესით. 1 2 3 4 5 6 7 8 და წესით ყველაფერი გათავდა. აი ეს როგორ მოვაცილო ეს რაღაც დიდი ტყლარწი. მე ხელების გაშვრას არ ვაპირებ, მეგობრებო. ოპა. ჩაუშვათ. კვერცხი ყოველთვის გარეცხეთ, იმიტომ რომ ქათმის დაკუნებიდან გამოსული ბაცილები შეიძლება შეერიოს თქვენს ნამცხვარს. აი ესეთი რაღაცეები, სპაიდერმენის სალაივა და რაღაცეები. არ ვიცი როგორ მოვაშორო, ეს ხოდ გამოცდილ შეფებს შეუძლიათ. 300 გრამი შაქარი. დიახ. და ეხლა გათქვიფე სათქვებით. ნელი მოძრაობით, ან თუ გინდათ სწრაფი გიჟური მოძრაობით, გოგლი-მოგლი ეგრეთ წოდებული გააკეთეთ. აი აქ შევა ესენი აუცილებლად ჩაიკეტებიან, იმიტომ რომ ქათმის ნატურალური მდგომარეობა არის გალიაში ყოფნა. გალიაში მოქცეული ქათამი უნდა ეცადოთ, რომ გარეთ გამოაგდეთ. ეხლა ჩავასხათ 1 ლიტრი რძე. ესე. კარგად გახსენით, რომ კორკოშელები არ დაგროვდეს. უნდა გავათბო ოდნავ რძე, რომ შაქარი გაიხსნას, ხო? ოდნავ გაიხსნება და ოდნავ შეთვება რძე, მე შეგვიძლია დავუმატოთ უკვე ფქვილი და უნდა ჩავაცრათ. ეს შაქარი მოიხსენებათ მაღალ ტემპერატურაზე უფრო კარგად იხსნება. ქიმიური რეაქციას რა ქვია დიმიტრი? არ ვიცი. რამე ერქმევა? და ეხლა ამ ფქვილს ესე ნელ-ნელა ჩავცვით და საბას ხშირი მორევით. რა არ უნდა გააკეთო საბა? კორკოშელები. ძალიან სწრაფი მორევით, ძალიან სწრაფად, აი ამაზე სწრაფად. ეხლა მე უბრალოდ კამერა რომ დააფიქსიროს ჩემი მოძრაობა და არაერიოს გონება, იმიტომ ცოტა ნელა ვაკეთებ. იმიტომ რომ მე აღარ ჩანს ხოლმე კადრში, იმდენად სწრაფად ვაკეთებ ხოლმე. აი მაგალითად ნახეთ, ეხლა იცით რა ვქენი? გავაკეთე კრემი. გავაკეთე კრემი. აი კიდე. ეგო
საშუალოზე ოდნა მაღალზე. 5-ით დავიწყეთ და 7-ზე ვარ. ეხლა რომ დაიწყოს უფრო წამოდუღება და შესქელება ჩვენმა კრემმა. საბა იმდენად კარგი დამხმარია, რომ კორკოშელები არ ჩანს. ხელები თქვენი კრემით კორკოშელებს გაიკეთეთ, შეგიძლიათ რომ გადაწუროთ საცერში, დაბლოთ კორკოშელები გადაყაროთ, ხო? ოფიციალურად ჩემი პირველი კრემიც მზად არის თითქმის. გადადება. ჩვენ დავთქვით 200 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი, გაგრილებული კრემი უნდა გადაურევოთ ამას ნელ-ნელა რა, ამას ნელ-ნელა განახით. კრემის ერთი მინუსი ის არის, რომ სულ მორევა ჭირდება, რომ ქვევით არ მეიწვა და დაახლოებით ერთი ამდენი წუთია ურევთ, 10 ხო? 10 წუთია ურევს. 10 წუთია ურევ უკვე რა. და ამ შემთხვევაში ახლა დავიწყებთ ბისკვიტის გაკეთებას, ხო? Yes. ბისკვიტისთვის საჭიროა 4 ცალი კვერცხი, განცაკებული ცილა და განცაკებული გული, 4 სუფრის კოვზი ფქვილი და 4 სუფრის კოვზი შაქარი. და მწიკვი მარილი. და მწიკვი მარილი, ანუ აი ამდენი. ეს შესქელდა ჩვენი კრემი. გადავდგავთ ამას და ეს უნდა შევაგრილოთ კარგად. ჩემი აზრით ძალიან კარგი სამუშაო გავაკეთე. ეხლა რა უყო მათ? ეხლა ერთად ჩას. შეიძლება დაიღო ისე ქვია მიქსერის ჯამი. ჩაუშვათ ამაში, გავუკეთოთ ციკვი მარილი. შავდგათ ეს ჩვენი ჯამ ჭურჭელი მიქსერში. სანამ ცილა ამოვა და დიდი ხმაური არ მოგასმენინოთ, ხო? მე მგონი ჯობია რომ ტექნიკური შესაძლებლობა ესე გავაკეთოთ. პლასტიკი უნდა დავაფაროთ კრემს კონტაქტურად და შევდგათ მაცივარში. კონტაქტურად არის, რომ კრემს უნდა ედებოდეს. მე ამას წავიღებ მაცივარში. ვაუ, რა კარგად აყვა. შვენიერი ბეზე გამოგვივიდა. ბეზე უნდა იყოს ფაფუკი. ესე რომ იზავთ, არ უნდა ჩამოვარდეს. ეს არის და ეხლა ნელ-ნელა უნდა დავუმატოთ ერთ-ერთი ცალი კვერცხის გული. ეხლა ნელ-ნელა დავუმატეთ შაქარს, რომელიც მანამდე გვაქვს აწონილია და აწონილია 4 სუფრის კოვზია და დაახლოებით 40 გრამი შაქარია და ეს ნელ-ნელა ჩავამატოთ და ამ დროს გავუკეთოთ ხოლმე მუსიკა. და 2 წუთიც გავიდა, მივიღეთ ესეთი შვენიერი მასა. ეხლა დავუმატეთ ფქვილს, ამოურევთ კარგად და ნელ-ნელა ჩავამატებთ. საცხობ ლანგაზე დავაფრინოთ საცხობი ქაღალდი და ეს დავასხათ. ეს 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელს უნდა შევუშვა დაახლოებით 8-9 წუთი და ძალიან მალე გამოცხება. საბას უნდა გაიხურებინა ღუმელი და დაუწყნა. ამიტომ ჩვენ ამით დავასაჩუქრებთ. ასობაში სანამ ჩვენი ბისკვიტი ცხება, მანამდე გაგახსენებთ, რომ Coca-Cola არის ჩვენი სპონსორი და ძალიან დიდი მადლობა Coca-Cola-ს, რომ გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ეს კონტენტი და ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ ყვითელთავსახურიანი Coca-Cola-ების ქვეშ მოთავსებული კოდების შეგროვება ისე გრძელდება და თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ აპლიკაციაში და ლიდერბორდში მიიღოს მონაწილეობა და რაც უფრო მაღლა ხართ, უფრო დიდი შანსია რომ პრიზები დაიმსახუროთ. ბოლოს იყო Open-Air-ის ლიდერბორდი, რომელიც პირველ 30 კაცს ჩუქნიდა Open-Air-ის 2 ბილეთს და პირველ 10 კაცს ჩუქნიდა Open-Air-ის ბილეთებთან ერთად Coca-Cola-ის ბოქს და ამიტომ შემდეგი რა იქნება ჯერ არ ვიცით, მაგრამ ძალიან კარგია თუ დააგროვებთ და გაითვალისწინებთ და წინდახედულები იქნებით. ამიტომ არაფერს არ დაკარგავთ, იმიტომ რომ Coca-Cola-ს დალევა ორმაგად უფრო სასიამოვნოა. ანამ ველოდებით რომ ჩვენი ბისკვიტი გამოცხეს და კრემი გაგრილდეს, დაახლოებით კიდე 10 წუთი დაჭირდება კრემის გაგრილება. მანამდე ავთქვიფოთ კარაქი, რომელიც შემდეგ კრემს უნდა გადაურიოთ, ხო? ავთქვიფოთ ჩვენი რა მიდის? კი ბატონო, კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და კარაქი არის 200 გრამი. ეხლა გავთქვიფოთ ჩვენი კარაქი გათრებამდე დაახლოებით 5-7 წუთი. კარაქი როგორ უნდა გაათეთროთ? აი, ეხლა განახებ რა. კარაქი ათქვეფილი არის, ამასობაში გამოცხვა ჩვენი ბისკვიტიც და შეგვიძლია გამოვიღოთ. აგერ არის ესეთი ბისკვიტი. ამ ბისკვიტს ესე ნახეთ როგორ ძრება ლამაზად და მშვენივრად. ესეთი ბისკვიტი გამოვიდა. და ეს არის რომელსაც ახლა გავაგრილებთ, მე გავუკეთებ ჩვენს იმის საქვია ჩინურ ტორტში და ეს ბისკვიტი შეგიძლიათ რომ იხმაროთ ტორტებშიც, თუ გაქვთ ტორტის დიდი შეკვეთები თუ გაქვთ, შეგიძლიათ ეს იხმაროთ და ამასობაში კარაქიც ათქვეფილია და კრემიც გაციებულია და კრემი ჩაუშვათ ცოტა და ავთქვიფოთ, მიდი. მიედმოედოს. ხო, ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, კრემი უნდა იყოს კარგი გაციებული. 3-4 დღე მაცივარში. ეს ჩვენი მშვენიალური კრემი, ხო? თვითონ დიმიტრი კაი მატრაბაზი ვიღაც არის რა. კაი მატრაბაზი კლაუზნიკი ვიღაცა ხარ რა. He'll drive a funky car, maybe we meet at a bar.
And fell so deeply in love. კრემი გვაქვს, ბისკვიტი გვაქვს. ეხლა ბისკვიტს ამას ესე დავჭრით. მამახოთ. აი, მაგარია, ფაფუკია. მოწყობ დაწყობას, ხო? მე ავწყობ. მიდი. ჯეცდა კრემი ჩაუშვი. ესე. ეხლა დავაყარო ზემოდან ეს. დავაყაროთ. და ეს. და ეგ. მიდი. მე. ეხლა ამ ერთის ფენას გავაკეთე და მე შენ შეგიძლია გაუყვე. მე უნდა გავყინოთ? მაგ გავაცივოთ კარგად, ხო? კიდე უნდა გავაცივოთ 2-3 დღე რა. ერთი კვირა გაგრძელდა ეს მიდი. ეპიზოდის გადაღება. რა გავუკეთებ? ეხლა დააყარე მარწყვი. ერთ გადაანაწილე, ესე არ დააყარ. დაადეზე და ბისკვიტები. ოხ, ძალიან მაგარი ხარ შენ დიმა, ძალიან მაგარი. გააკეთე ცოტა. რაც შეეხება ჩინური ტორტს, ჩინური ტორტი დაახლოებით 4 ან 6 საათი მაცივარში მაინც უნდა დააჯდეს და დაყონდეს. კარგად გაუგზის გემოები და შიგნით ბისკვიტი რაც კარგად ჩასულდეს. მაგარი ჩინური ტორტი გამოვიდა. ძალიან გემრიელი გამოვა და ერთხელ გაითვალისწინეთ კიდევ ერთხელ რომ დააყოვნეთ მაცივარში 4 საათი მინიმუმ. ამიტომ ეხლა ჩემი საბუნია კაცი ამას გადააკრავს პლასტიკს. გადავაკარეთ პლასტიკი და დაახლოებით 4 საათი შევინახავთ მაცივარში, რაც თქვი რომ იქ ყველაფერი მოხდეს და 4 საათში მიირთვით გემრიელად. ამ ჯობესია რომ მთელი ღამე დააყოვნოთ მაცივარში, უფრო გამიზარი კონდეს. შენ ხვალ შეჯამ რა. ეხლა ვერ გავსინჯავთ აქ? ეხლა ხა ესე ვერ არა, ვერას ვიზავ. კარგი, აბა, კარგად იყავით მეგობრებო მაშინ. რას ვიზავ? ეხლა ჩვენ გამოვიძახეთ დოდონატის დონატებს და იმას შევჭამთ. აბა მეგობრებო, დაგვიწერეთ თუ მოგეწონათ, დაგვიწერეთ რა გავაკეთოთ, დაგვიწერეთ ნებისმიერ რამე რაც გინდათ რომ დაგვიწეროთ. დაგვიწერეთ უბრალოდ რომ დაგვიწეროთ და ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი და ერთად ავაშენოთ სუფისკოზის პატარა სოფელი. ბაი. წავედით იქით?